კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან, აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1993 წლის 5 ივლისს მტრის დაჯგუფებებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ, სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასიური წამება. დახვრიტეს ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ მონაზონი მამა ანდრია და ამ ტაძრის მშენებელი იური ანია, რომელიც ტაძრიდან გაიყვანეს და უძველეს სიწმინდესთან, წმინდა ვასილისკოს წყაროსთან სასტიკი წამებით მოკლეს. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ კამანის ტრაგედიის გმირებს, რომლებმაც მაგალითი მისცეს ჩვენს თაობას მთელ საქართველოს. ეს არის მაგალითი აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთპატივისცემის, იმიტომ რომ კამანის ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ანუა, რომელმაც მაგალითი მოგცა ჩვენ, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის არის ურთიერთობაზე დაფუძნებული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა და სწორედ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ეს არის ნდობის აღდგენა და შერიგება, ეს არის უპირველესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი საქართველოს გამო, ჩვენი ქვეყნის გამო თავი გაწირეს, ის იდეა იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი ჩვენს აფხაზებთან ერთად, აფხაზდებთან ერთად. საკმაოდ ბევრი თარიღები აქვს ჩვენ უახლოეს ისტორიაში, სადაც სამაგალითო გმირების მოწმეები ვყოფილ ვარ და სამაგალითო და ძლიერი ბრძოლების გადამტანები ჩვენი ქვეყანაში. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი იყო კამანში. დიდება გმირებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის და თავისუფლებისათვის იბრძვის და იბრძოლა და შესწირა თავისთავი. კიდევ ერთხელ ნუგეში მათი ოჯახის წევრებს და ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. კამანში ვიყავით ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ასეული, მესამე ასეული ბატალიონის. დაახლოებით 80 მებრძოლი, ადგილობრივები და ადგილობრივების ნათესავები ძირითადად ჩამოსული ზოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. 28 მებრძოლი დაიღუპა ამ დღეს. ჩვენი მეთაური იყო ადგილობრივი მებრძოლი ზაზა პაკელიანი. ჩემი ოჯახის წევრები 3 დაიღუპა, მამა, ბიძაჩემი და ჩემი ძმა. 5 ივლისი ჩვენთვის არის ერთ-ერთი ტრაგიკული და ასევე საამაყო დღე იმით, რომ ჩვენო მებრძოლებმა 1993 წლის 5 ივლისს თავი გამოიჩინეს მტერთან ბრძოლაში. როდესაც დაიწყო ოპერაცია 2-27 ივლისის კრემლში დაგეგმილი, რუსეთის შენაერთები, კაზაკები, ჩრდილოკავკასიელები, სეპარატისტები, სამხევის ბატალიონები სამწუხაროდ ყოლა ჩვენ გვებრძოდა. და ერთ-ერთი პოზიცია იყო სოფელი კამანი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩვენი გმირი თანამებრძოლი ძმა, ცხონებული ზაზა პაკელიანი. ძირითადად იქ იყვნენ ადგილობრივები, მაგრამ შედიოდნენ მერვე ბატალიონის შემადგენლობაში და ასევე მათთან ერთად იყვნენ მეორე, მესამე ასეულის მებრძოლები.